მოგესალმებით. თქვენ ყურებთ საზოგადოებრივ სტუდიას და ჩვენს ყოველდღიურ საუბრებს იმდენად პოლიტიკურ ამბებზე. დღეს ვისაუბრებთ ბექა ხალიბეგაშვილი, ლაშა ქრივიძე და ლევან იშნიანიძე. დღეს არის 12 აგვისტო, დიდგორობა და ერთ-ერთი გამორჩეული თარიღი საქართველოს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ჩავიდნენ, ასე ვთქვათ, დიდგორში, რაღაცა სპიჩები მოარტყეს იქ პოპულისტური, თუმცა ხო, თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ იმის ფონზე რა პოლიტიკაც დღეს აქვს ქართულ ოცნებას, იმის ფონზე რომ პრემიერ-მინისტრი გვეუბნება რომ მთელი ჩვენი ორიენტაცია და ასე ვთქვათ ძალისხმევა უნდა მიმართოთ სპორტზე და მხოლოდ აქ არის ეს მიმართულებაა, სადაც შეიძლება რაღაცა გავიმარჯვოთ და რამეს მივახციოთ, ხო? აი ამ ფონზე რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ თქვენ, ასე ვთქვათ, მათმა გამოსვლებმა და თქვენი აზრით, ხო, როგორი უნდა იყოს, ზოგადად საქართველოს პოლიტიკა ამ მიმართულებით და ამ კუთხით, რა. რამდენად გაკმაყოფილებთ ის ამბიცია, რაც დღევანდელ ჩვენ სახელმწიფოს აქვს. ბექა? ხო, მოგესალმებით პირველ რიგში. მე ძალიან მოკლედ შევეხები ახლა მთლიან ამ დიდგორობის ამბავსაც და 11-ში კიდე შინდისის გმირების. კი, კაც იყვნენ არ შევწყვათ. კი, და ცოტა ხნის წინ სხვათა შორის ერთ-ერთი ემიგრანტის ვიდეო შემხვდა, რომელიც მიმართავდა ქართული ოცნების შვილებს. და ზუსტად მაგაზე იყო საუბარი, რომ ეს წელიწადში ერთხელ ჩამოსვლა და ეს გვირგვინების და ყვავილების მიტანა და იქ რაღაც სიტყვით გამოსვლა არ არის საკმარისი მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ომის ვეტერანებს და ანუ მათ ოჯახებს, დაღუპულების ოჯახებს და გმირების ოჯახებს თვეში სულ რაღაც 140 ლარზე იყო საუბარი, თუ რაღაც მსგავსი შემწეობა აქვს და ზუსტად მაგაზე საუბრობდა, რომ პირველ რიგში პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ასეთი ადამიანების ოჯახები არ იყვნენ ყოველდღიურად იმის ფიქრში, გადასახადები როგორ გადაიხადონ და რაღაცა ყოველდღიური სარგო როგორ მოიძიონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და დღეს კიდევ ყოფილ ომის ვეტერანს განაჩენი გამოუტანეს სასამართლომ დაადგინა რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედება, თუმცა 2 წელი მაინც შეუფარდეს. და ასეთი დამოკიდებულებები, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უსვამს იმას ხაზს, რომ რეალურად ეს რაღაცა ფსევდოქმედებები, რომლებიც მხოლოდ რაღაცა ის პოლიტიკური პლუსების თუ არა, როგორ ვთქვა, რა დასაწერად არის მიმართული და რეალურად არ ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში შიდა სიტუაცია შეიცვალოს და უბრალოდ რაღაცა აი ფასადურია ეს ყველაფერი რა, ანუ მათ ყველანაირი რაღაცა სიტყვასაც და ყველანაირი ქმედებასაც უკვე ფასი აქვს დაკარგული და რეალურად ისევ და ისევ იმ რაღაცა გაწამაწიაში ვართ ყოველდღიურში, რომ გამოსავალს ვერ ხედავ საზოგადოების რაღაც ნაწილი და თუ არა ესენი ვინ ეს კითხვა რო ისმევა და ცოტა ხნის წინ ჩვენი ბანერის თემასაც რო შევეხოთ, სადაც ვახსენე რომ 2008 წლის შედეგად დაზარალებული ვარ, რა ვიცი, ყველა მიწერდა რომ აბა ევროპას უნდა დავიმონოთ და აბა ამერიკას უნდა დავიმონოთ და ანუ ეს რაღაცა მონობისთვის გავჩნდით ეს ქართველები თუ ანუ რაღაცა ეს დიდგორობას რო აღნიშნავ, ანუ იქაც რა უნდა გაეკეთებინათ. უბრალოდ ფარხმალი უნდა დაეყარათ და რაღაცა მონობაში უნდა გაეტარებინათ მთელი ცხოვრება თუ აი არ ვიცი რა, არ შეიძლება რაღაცა ერთ მხარეს ებრძოდე და რეალურად როცა რუსეთზეა აქ საუბარი, მხოლოდ იმიტომ რომ ბოლოს რომელი წელი გახსენდებათ ან რომელი ეპოქა გახსენდებათ, რომ ვიღაც მოდიოდეს და გინდა ხმლით და გინდა იარაღით ცდილობდეს რომ შენ თუნდაც შიდა პოლიტიკაში ჩაერიოს, ან შენს გადაწყვეტილებებს რაღაცა ხელი შეუშალოს თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე, ხო? და ამიტომაც არის ორიენტირი გავლებული ზუსტად რუსეთზე, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, რა ვიცი, მაქსიმალურად რო ვცდილობთ ბოლო 35 წელია რომ რაღაცნაირად თანამედროვე დამოუკიდებელი თავისუფალი ქვეყანა შევქმნათ, ამაში გვიშლის რუსეთი ხელს, ხო? და სხვა არავინ. შეიძლება რაღაცა ევროპასაც აქვს და იქ ამერიკასაც და იქ აზიასაც და მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც მოთხოვნები, რომელიც ჩვენში არ ჯდება. როგორც რაღაცა კულტურულად, ვთქვათ, ადათით, წესით, რაღაცა იქ ქრისტიანობაში არ მოდის და ვიღაცა ეგრე ფიქრობს და ვიღაცა ეგრე აღვქვამთ, ხო, ვთქვათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს თუნდაც ევროპა მოდის და რაღაცა ბომბითან ტყვით გემუქრება, ხო? და ზუსტად ეს არის ნორმალური, თუნდაც მეზობლური, თუნდაც მეგობრული დამოკიდებულება, რომ შენ როგორც სახელმწიფოს, როგორც ინდივიდს საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედს, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება თუ სხვა სახელმწიფო იქნება, მეზობელი იქნება თუ სხვა კონტინენტზე მდებარე იქნება, უბრალოდ პატივს სცემდეს და შეიძლება რაღაცას გეუბნებოდეს, რომ კი, აი ეს არის გასაკეთებელი, მაგრამ არ უნდა გაძალებდეს. ანუ შენს არჩევანს პატივს უნდა სცემდეს და ზუსტად აქედან იწყება, ანუ ადამიანური ურთიერთობებიდან იწყება ყველაფერი, ხო, და საერთაშორისო ასპარეზზე კიდე როგორც სახელმწიფო სუბიექტი ხარ, რომელიც ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც ერთი. და ამიტომაც არის, რომ ჩვენ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს, თლიან საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდით, რა გვინდა.
ანუ საზოგადოებას არჩევანის რაღაცა ესეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ, რომ თუ რუსეთს არ დავემონებით, მაშინ ევროპას უნდა დავემონოთ, თუ ვის უნდა დავემონოთ, ანუ არავის არ უნდა დავემონოთ. საკმარისი ისტორია გვაქვს, საკმარისი გამოცდილება გვაქვს, საკმარისი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს იმისთვის, რომ ცალკე აღებული როგორც ერი, როგორც სახელმწიფო ვარსებობდეთ, გქონდეს ჩვენი ნიშა, გქონდეს ჩვენი მიმართულება და ყველა ნებისმიერი სახელმწიფო იქნება თუ საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება, პატივს სცემდეს იმ არჩევანს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. უბრალოდ ეს არჩევანი არის ჩვენი გასაკეთებელი და ის მენტალობა ეხა 50 წლის ხალხი რომ იწერთ 2008 წლის ომში რატო არ ვიომე მე რომელიც 16 წლის ვიყავი საკუთარ თავს ხომ უნდა კითხო შენ რა გააკეთე მაგ პერიოდში ანუ შენ რატო არ იომე პირველ რიგში ვის უნდა ეომა მაგ ომში ანუ არ ვიცი რა იქაც ახლა 16 წლის ბიჭი ვიყავი სისხლი მიდუღდა და ეგ ომი რო რაღაცა 2-3 დღეს არ გაგრძელებულიყო რა ვიცი ხო თავზე ხელს ავიღებდი და მე წავიდოდი იმიტომ რომ ცეცხლმოკიდებული გორი გამოვიარე დაჭრილ ჯარისკაცებთან და პოლიციელებთან ერთად და ერთადერთი რისი სურვილიც მქონდა ის იყო რომ აი რამენაირად აი მათამდე მივსულიყავი და რამენაირად დავხმარებოდი და ჩემთან ერთად იყო კიდე უამრავი ჩემი თანატოლი რომელიც რა ვიცი ავტობუსებიდან ხვდებოდით რომ აი იქნებ რაღაცა გაგვეკეთებინა და ამ დროს გორს ცეცხლი ეკიდა და რა ჯარისკაცებმა რაღაც მომენტში გაგვაჩერეს კიდეც იმიტომ რომ საფათო ზონა იყო და გამოსვლის შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ მაგრამ მე რაღაცნაირად გამოვიარეთ და ჩვენთან ერთად მოდიოდნენ კიდე ერთხელ მომობა რაღაც აი გადახვეული, დაჭრილი, დასისხლიანებული ჯარისკაცები, რაც არასდროს არ დამოვიწყდება და არასდროს არ ამოვა ჩემი გონებიდან, ხო და აი ეს კიდე ერთხელ ვამბობ რა, ეს ჩემი რაღაცა ჩვენი წინათაობები მაინც და მაინც ისე რატო აღიქვამთ, რომ თუ ჩვენ ეხა უშუალო ოკუპანტს ვეწინააღმდეგებით და ბოლო წლების განმავლობაში მით უმეტეს ჩვენ რასაც მოვესწარით ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი რომელიც ძალისმიერი მეთოდებით გვიშლის ხელს იმაში რომ ჩამოყალიბდეთ როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი და ჩვენი არჩევანით ჩვენი გადაწყვეტილებებით ვიმოძრაოთ როგორც შიდა სახელმწიფოებრივად ისე საერთაშორისო ასპარეზზე ხო ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ვინმეს დამონებას ვაპირებთ მით უმეტეს ჩვენ ვართ თაობა რომელიც დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოში გაიზარდა, ყველაზე მეტად ჩვენ მივეჩვეთ ამ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და ყველაზე მეტად ჩვენ არ შევეგუებით, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რა რომელ კონტინენტზე იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ და რა ერქმევა სახელმწიფოს. კი, ხო. ლაშა, შენ მოგესალმებით, დაგვიანებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ბექამ ძალიან სწორი აქცენტები დასვა მრავალ საკითხზე, მათ შორის ჩვენ თაობაზე, ჩვენი თაობის დამოკიდებულებაზე ამ ყველაფრის მიმართ. პირველ რიგში ის მინდა ვთქვა შეფასების კუთხით, რომ ყობახიძის ყაველაშვილის თუ ვინც არ უნდა იყოს მათი გამოსვლები ამ თარიღებზე არის პირველ რიგში ფარისეულობა და რატო ვიყენებ ხშირად ამ სიტყვას, იმიტომ რომ ფარისეულობა არის პირველ რიგში ცოდვა, ვინც არის რა თქმა უნდა მორწმუნე და ამ ადამიანებმაც რო გაიგო რომლებიც სხვა მხარეს დგანან ჩვენგან განსხვავებით და ფარისეულობა არის ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა და ფარისეულობა გამოიხატება რაში, როდესაც საკუთარ ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას, რაღაც იქ მძინარე ცხინვალის გაღვიძებას, როდესაც საკუთარ თავს თვლი დამნაშავე და საკუთარი ქვეყნის პოზიციას თმობ ყველაფერში იმაშიც კი რაშიც შენ რეალურად არ ხარ დამნაშავე და საკუთარ ქვეყანას აი ამ ხაფანგში აგდებ ამით იმით რომ ამბობ რომ ომი დაიწყო პირობითად ვიღაც პირმა რომელიც მაშინ იყო ჩვენი სახელმწიფოს მეთაური ხო გვინდა თუ არ გვინდა ეს ყოს ანუ მაინც შენს ქვეყანას წირო მაინც შენს ქვეყანას ადანაშაულებ და მე აი ამ გმირების, რა ვიცი, საფლავებთან თუ მემორიალებთან დგომა არის ჩვეულებრივი ფარისეულობა, იმიტომ რომ შენ ამ ადამიანებს, მათ ოჯახის წევრებს ეუბნები, რომ თქვენი ახლობლები, თქვენი მამები, თქვენი ძმები და თქვენი, რა ვიცი, ბიძაშვილები გაიწინენ ფაქტობრივად ანუ არაფრისთვის იყვნენ მოტყუებულები და ანუ არ დაუცავთ არაფერი და არც უნდა დაეცვათ. რაღაც კუთხით არის ესეთი ქართველების კატეგორია და ჩემ და სასიხარულო ძალიან მცირე არის ესეთი ადამიანები, რომლებიც თვითონ ანუ ჩვენ მხარეს ადანაშაულებენ რეალურად და პირდაპირ ამბობენ ამას და არ მალავენ. ნუ ესენი უფრო ეგრეთ წოდებული რუსეთუმე ქართველები არიან, მე რუსეთი ქართველები. რაც შეეხება 12 აგვისტოს და დიდგორობის თარიღს. ამ ეპოქიდან რომ მსჯელობ ცოტა რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ მოდით შევადაროთ სიტუაცია. სელჩუკთა სახელმწიფო მაშინაც იყო ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი. რიცხოვნობითაც აგვემატებოდა ყოველთვის, ანუ უფრო მეტი ჯარი ჰყავდა, მეტი გავლენა ჰქონდა. ჰქონდა უფრო მეტი გეოპოლიტიკური საფრთხეები, ანუ ჩვენ ვიყავით აღმოსავლეთის ბასტიონი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი ფორმულირება მასშტაბით ჩვენი მდგომარეობის, ანუ აღმოსავლეთის საქრისტიანო ბასტიონი და ჩვენ ვიცავდით ამ საზღვარს, რომელიც მიდიოდა ევროპისკენ. პარალელურად იქ რაღაც ისტორიულ მიმოხრებს თუ წავალთ, ეს თქვა იქ კიდე ჯვაროსნული ლაშქრობები მიმდინარეობს და მრავალი სხვა ამბავი, ხო? ანუ
ჩვენ მაშინ მქონდა არჩევანი, ანუ ფაქტობრივად თითქმის შუაზე იყო გახლეშილი ქვეყანა. დავით აღმაშენებელმა დაიწყო თავის პოლიტიკით ამ ქვეყნის ნელ-ნელა აღდგენა და წავიდა უდიდეს რისკზე. და ამ უდიდეს რისკზე წავიდა იმიტომ რომ ეს ამად უღირდა რომ საქართველოს ყოფილიყო ერთიანი და მოდით ახლა შევადაროთ დღევანდელი ახლა ძალიან ისეთი შედარება არის შეიძლება სასაცილოც კი რომ კობახიძეს ყაველაშვილს ჩვენი ბჭყალებში de facto უმაღლეს მთავარსარდალს ვადარებ დავით აღმაშენებელს, ნუ ეხლა რა შედარება არის, მაგრამ ხო შეეძლო დავით აღმაშენებელსაც ეს ეთქვა ქართველებს, აბა ომი გინდა? რატომ უნდა გაუწიოთ? ანუ არ გეშინია სელჩუკების, ანუ ზუსტად ანალოგიური, მაგრამ მაშინ იყო სხვა ეპოქა, მაშინ ალბათ რა ვიცი, სხვა ქართველები იყვნენ და სხვა ადამიანები იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში, რომლებიც გმართავდნენ ეს თქვა. ხო, ეს უნდა მეთქვა აუცილებლად და კიდევ რაც მთავარი არის მინდა გავიმეორო ეს მესიჯი ყველგან მიდის სპეკულაციები თარიღზე და ვისაც დღემდე ეჭვება ან არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ დაიწყო ომი, როდის იწყება ეს მოვლენები, მეგობრებო, არსებობს ინტერნეტი, არსებობს უამრავი რესურსი, ვარსებობთ ჩვენ, ბექა 16 წლის იყავი როგორც ახსენე და მე მაშინ ვიყავი 5-ის და ხვდებოდი 6-ის, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს გადაცემები უფრო ადრე ივნისშიც კი, როდესაც ქართული მოსახლეობა ითხოვს ჯარის ჩაყენებას და დახმარებას ითხოვს და მე ამას უყურებდი, პატარა ბავშვი ვიყავი და რუსთავი ორზე და ჩემი ოჯახის წევრებიც კი იღებდნენ ამ კონფლიქტში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარეს და იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და მე ერთადერთი გრძნობა მაშინ რაც მქონდა, როგორც პატარა ბავშვს, სკოლაში რო წავედი 2008 წელი იყო, 1 სექტემბერს გავხდი 6 წელს და წავედი სკოლაში. ვხატავდით ეს ჩვენიანების ტანკებს რაღაც როს, ანუ ჩვენი სულის კვეთება მსგავსი იყო, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა, ახლა შეიძლება სხვაობა არის, მაგრამ თითქმის ერთი თაობა ვართ. და გქონდა ეს დამოკიდებულება და ეს სპეკულაციები რომ დასრულდეს, მე ყველგან მინდა რომ ეს მესიჯი გავიმეორო. ომი დაიწყო 7 აგვისტოს და მეცაც ვიტყვი 7 აგვისტოზე ბევრად ადრე. და ამის უამრავი მტკიცებულებები არსებობს და ყველა მტკიცებულება რომ გადავდოთ, დღეს ვსაუბრობდი და ვიხსენებდი ამას ერთ-ერთ ჩემ მეგობართან, რომ თვითონ პუტინს აქვს ეს აღიარებული მოგვიანებით 2006-ის გეგმაზე. კი ბატონო, რომ 2006-ში მე ხელი მოვაწერე ამ გეგმაზე და 2007-ში ეს გეგმა დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის გენერალურმა შტაბმა. აი ეს არის მთავარი არგუმენტი. კი, ხო, ანუ მეც ვფიქრობ, რომ ძალიან სევდიანია ზოგადად, რომ მივედით რაღაცა იმ ეტაპამდე, როდესაც რაღაც ჩვენ თავს ვიდანაშაულებთ, აი ომის დაწყებაში, აი რაც საერთოდ საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყება, საერთოდ რა ტერმინია და რას ნიშნავს. გარდა ამისა, ანუ ის ხო მართლა ყველამ ვიცით, რომ ეს სოფლები იბომბებოდა, განუწყვეტლივ იბომბებოდა და აი ძალიან მაინტერესებს, ანუ რა რეაგირება რა უნდა ყოფილიყო, ანუ ამათი ხედვით გასაგებია, ჩემი პრეტენზია რაღაც სააკაშვილის და ნაციონალურ მოძრაობის მიმართ ის არის, რომ უფრო მზად უნდა დავხვედრილი იყავით, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართ რაც უფრო აქტიურად უნდა გქონოდეთ ჩართული და თუ რაღაცა ხედავდით, რომ ესეთი ესკალაციისკენ მიდიოდა, ხო უფრო მზად უნდა დავხვედროდეთ ამ ყველაფერს და უფრო ასე ვთქვათ მძიმე ზიანი უნდა მიეღო რუსეთს ამ ყველაფრის გამო. თუმცა, ანუ ის ვერსია, რომ აი მაშინ ალტერნატივა იყო მხოლოდ ის, რომ არაფერი არ გვექნა და ეს სოფლები დაგვეთმო, ხალხი გამოგვეყანა და ჩაგვებარებია და თითქოს აი ეს ომს აგვაცილებდა, მაგრამ ესეც არ აგვაცილებდა, ეს გააკეთა უკრაინამ ყირიმში და რა მიიღო დონბასი. რუსეთი ყოველთვის ესაა, ერთს დაუთმობ, ორს მოგთხოვს, ორს დაუთმობ, ოთხს. ყოველთვის ესია და ეს რუსული კლასიკური დიპლომატია არის და ანუ ესე არსებობენ და ეს მათ რაღაცა სისხლში არის, ეს გამორიცხულია და ზოგადად ეს მტაცებლური ინსტინქტი ესეთი თუ სისუსტეს ხედა, უფრო ესე ვთქვათ, უღვივდება ეს სურვილი და ამითი ვერ გადარჩები. ანუ ეს არის პირდაპირ საკუთარი თავის ჩაბარების და დამოუკიდებლობის თავისუფლების დაკარგვის პირდაპირ გზა, რომ შენინებით ჩაბარდე. ხო, დიდგორობას და დიდგორს რაც შეეხება, ხო, ანუ ჩემთვისაც ძალიან კომიკურია და განსაკუთრებით აი მათ შორის ჩვენც აი ბანერს რო კიდევ ვიღაცამ აი თურქეთს რატო არ ახსენებთო და რაღაც, ანუ რა ვიცი, მთავრობას არ ახსენებს თურქეთს და ანუ არავის არ ახსენებს დასავლეთის გარდა, რომელიც რაღაც დაბალღობედენ, ახლა იცის რომ რაღაცა დასავლეთის კრიტიკა ადვილია, არაფერს არ გიზამს, მათ შორის აი მართლა ეს ვიზების გაუქმებაც კი იცის რომ რაღაც ხალხზე არ აქვს ორიენტირი და მთელი ეს დასავლეთის ეს კრიტიკა და ხო, კრიტიკა და პროტესტი, ანუ ეს ხო მარტო ჩვენთან არა ბელორუსში იგივე ხდებოდა რუსეთთან მიმართება, სადაც კი დემოკრატიის პრობლემა, იქ იწყება დასავლეთის კრიტიკა, ხო, აი მარტივი ფორმულაა და არ ჭირდება რაღაც იმის მოგონება, რაღაც ომის ჩათრევა და სისულები ერთ და იგივე ყველა ქვეყანა, სადაც დემოკრატიისკენ მიდის უკან, იწყება კრიტიკა. იგივე იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, იმატებდა ეს კრიტიკა. და ანუ აი რამ სუვერენიტეტზე რო საუბრობ, ერთადერთი ეს მაგათ სუვერენიტეტი არის, რომ აი დასწავლეს, აი მაგრები არიან აგდებული ელაპარაკებენ და თურქეთთან მიმართებაშიც კი
დღეს ჩავიდა ყაველაშვილი თურქეთში არის, ეხა ამ წუთას ხვდება ერდოღანს. ანუ ეს აი დარწმუნებული ვარ საერთოდ შემთხვევითი არა, აი გამურიცხული, ეგეთ რაღაცები შემთხვევითი არ ხდება დიპლომატიურ პროტოკოლში, აი ყველა აი დარწმუნებული, აი როგორ აი ისინი თხოვდნენ რაღაცა ეს ჩემ ზებრას შეხვდიო და აი ერდოღანისთვის ეხლა ხო იცი რომ ყაველაშვილი ნულია და მისთვის დაკარგული დრო არის და აი მოდი როდის შეხვდეთ და აი როდი აი დიდი სამით რომ ამას დიდგორობას აღნიშნავენ და რაღაცა თავი რომ მოაქვს მაგ დიდგორით მოდი აი მაგ დღეს შევხვდეთო დარწმუნებული ვარ აი სპეციალურად დანიშნეს ეგ თარიღი და კიდე შეგახსენებთ რომ ამათ უნდა დიდგორობის ოფიციალურ დღესასწაულად დაწესება და თურქეთმა არ მიცა თურქეთს ელჩის განცხადება იყო უბრალოდ ამასთან დაკავშირებით რომ რაღაც მიუღებელია ხო და ანუ ესეც კი იყოთ და ანუ მარტო დასავლეთია ვისთანაც დიდგულზე არიან და აქ მართლა თურქეთის ელჩის განცხადებაც იყოთ მე საერთოდ არ ვფიქრობ ახლა გასაგებია იქიდან ეგეთი პოზიციაა მაგრამ ახლა მეორე მსოფლიო ომის დასრულებასაც აღნიშნავენ და გერმანია და საფრანგეთი ერთად ესწრება და ანუ საერთოდ აღნიშნავენ როგორც იცი რაღაც შეიძლება იმაც ოდნავ გამაღიზიანებელი მაგრამ შენ თუ ძლიერი დიპლომატია გაქვს და მართლა ჩმორი სახელმწიფო არ ხარ იმის საშუალებაც გქონდა ერთის არც ურთიერთობა გაიფუჭო და უთხრა რომ კი მესმის და ეს არ უბრალოდ ჩვენი ისტორიაა და რაღაცა იმ ისტორიას პატივი მიიღო და ეხლა გვესმის რომ რაღაც მოკავშირეები ვართ და უნდა ვითანამშრომლოთ და ანუ მოახერხო ის რომ შენი ისტორიის რაღაც აღნიშნო თუ გინდა რაც მართლა ელჩის განცხადების გამო არ გაუქმო თუ ამ დღესასწაულის დაწესება გინდა მაგრამ ხო აი ესა ვართ რაც ვარ ზუსტად ეგეთი გვირგვინით და ყვავილებით არ მევიდა კობახიძე იქ სად იყო მურმან არ თემურლენგი ეგ იყო ძალიან მაგარი და ეგრე სიკიჟე იყო მე მეგონა გაკეთებული იყო მაგას ხო იცი არ ვიჯერებ თავი არა რომ ჩამიგდეს აი ეგეც ის არის რა ანუ მანდაც ეხა დარწმუნებული იმათიდან არის პროტოკოლი იმათვის გმირია ეხა და სტანდარტული პროტოკოლია და მანდაც შენი ისა შენ თუ რაღაცა სახელმწიფო მეუბნები რომ მესმის ყველაფერი მაგრამ ეს ჩემთვის ის არის მაგის არა იყოთ აი მეორე აბსურდის თეატრი არის ზღვაზე გასასვლელი არ მქონე ფორუმზე ხო ანუ ფორუმზე მისვლა ყველაფერს თავიდან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სად არისო ანუ კავკასიის რეგიონში ეს მნიშვნელოვანი რაღაცები წყდება სომხეთის და აზერბაიჯანის საკითხი მოხსნეს მხედველობაში ჩვენ თვითონ ამ რეგიონში არ ვართ საერთოდ თითქოს არ ვართ სომხეთმა გადაიბარა ჩვენი როლი ამ დროს ამერიკისთვისაც და ევროპისთვისაც და რაღაცა თუ სადმე რაღაცა დემოკრატიაზეა საუბარი თავარ მოკავშირედ ყოველთვის კავკასიის რეგიონში მოწინავე ქვეყანა ვიყავით ხო დღეს ორიენტირი იცვლება ანუ და პლუს ამას ტრამპმა გააკეთა განცხადება რომ პუტინთან შეხვედრის დროს თავიდან მოხდება რაღაცების გადანაწილება. ზუსტად ეგრე. კიდე ესენი ოცნებობენ რომ რუსეთს დაუთმოს დასავლეთმა საბოლოოდ საქართველოს. ხო, მაგას აი მაგის თქმა მინდა ზუსტად რა ვფიქრობ რომ რაღაც ეგრე მიდის აი ჩემი ამ წლის დასაწყისიდანვე შევიძინეთ ჩვენ უკვე მეორეული როლი რეგიონში, იმიტომ რომ პირველად როდესაც გამოცხადეს ამერიკელებმა რაღაც წვნა არ ჩატარდება, რაღაც სამხედრო დახმარება რომელიც უნდა ყოფილიყო და სხვა ჰუმანიტარული დახმარება გაჩერდება, ეს თორსები თებერვალში იყო და ამ დროს პარალელურად სომხეთში ჩადის ამერიკის წარმომადგენელი და იქ რაღაც ხელშეკრულებები, ისეთი ამბები და ანუ იგი ძალიან სწრაფი ტემპით მე დარწმუნებული უვიზოსაც მალე მიიღებენ. აი პირველად ვიგრძენ ის, რომ აი ჩვენ რაც ვიყავით, რომ აი საქართველოს იყო რომ ყველა სახსენდება საქართველოს და აი ჩვენ ვართ თავარი პარტნიორი რეგიონში და უცებ სომხეთი, რომელმაც ძალიან ესე ნელ-ნელა ნაზად განდევნა რუსეთი ჯერ ბაზა მერე ეს და აი უბრალოდ ნელ-ნელა ანუ სანამ ჩვენ აქ რაღაც შიდა პოლიტიკურ გარჩევებში ვიყავით და პირდაპირ ვიტყვი მოდი ერთმანეთს ვჭამდით და ეს ხელისუფლება საერთოდ რასაკეთებდა ღმერთმა იცის ჩვენი ცემის და დარბევის გარდა სომხეთმა მონახა დრო და შვენიურად დაალაგა დასავლეთთან საქმე რაც ეხა მე არ მინდა ცუდად გამომივიდეს და ესე ვთქვა ეხა ყოველთვის უნდა ვიფიქროთ მაინც ჩვენს სახელმწიფოზე ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფო ერთმანეთთან დაალაგდა მაგრამ ზანგეზურის კორიდორის გახსნა იქ ამერიკული ინვესტიციების შესვლა ეს არ იქნება სწრაფი პროცესი ამას ჭირდება თავისთავად იქ ინფრასტრუქტურის გამართვა ამდენი წლის მერე და ახალი ეს ვთქვათ სარკინიგზო და სახმელეთო ხაზების გაჩენა ტვირთებისთვის მაგრამ ანუ ეს აუცილებლად დაისახება ჩვენზე ჩვენ ერთადერთი ეხლა რაც შეგვიძლია პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ხელისუფლებასთან მიმართებით ეგ ისედაც ყველა ვიცით მაგას აღარ ვიტყვი უნდა გავუწიოთ კონკურენცია რით ინფრასტრუქტურით ფასებით სერვისით და კიდე სხვა მრავალი რამით და უნდა გქონოდა აუცილებლად ღრმაწყლოვანი პორტი რომელიც არ გვაქვს რომელიც არ ააშენეს და დააჭაობეს ესეც ანუ მარტო ბათუმის პორტით ვერ გავუწევთ აი ამ გზას არ არის საკმარისი კონკურენციას ხო კიდე ერთი თემა რომელიც აი ბაბლში ძალიან აქტიურად ეხლა
განიხილებოდა და იყო სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე, რაღაცა ორი ჯგუფია, რომელიც ვერ შეთანხმდა, მე მგონი, სააკაშვილი პოლიტპატიმარია თუ არა. ერთმა ჯგუფმა მე მგონი რაღაცა გადაწყვიტა, რომ ეს მარშის დროს რაღაც ახსენოს, რომ რაღაც ვეღარ გავიგე, რაღაც ჩავეძიე, მაგრამ ძალიან დიდი. ხო, აი ძალიან დიდი ის იყო, ესე იგი, ანუ საზმაუს მარშმა მგონი გადაწყვიტა, რომ პოლიტპატიმარი არ არის და სიაში არ ჩაიკითხეს და სხვები ეწინააღმდეგებოდნენ, რომ რატო არ წაიკითხეთ სააკაშვილი. ხო, ამას დიდი ხანი მიდიოდა, მაგრამ ახლა რაღაცა იმას მიაღწია, რაღაც კრიტიკულად დააყენა, რომელიღაცა მხარემ როგორ ჩანს პოზიცია. ხო, თქვენ რას ფიქრობთ ზოგადად, როგორ უყურებთ ამ საკითხს? მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობა, არა პოლიტპატიმრობას? მართლა გინდა მაგაზე რომ ანუ ისეთი აქტუალური თემაა, ასე ვთქვათ, ვერაუღლით და არც უნდა უაროთ პრინციპში რა, იმიტომ რომ ყველაფერს თავი დაანება, ნუ მომავალი ვართ ჩვენ რა ამ ქვეყნის, ჩვენი თაობა, ადრე თუ გვიან აუცილებლად ავიღებთ ამ პასუხისმგებლობას და ზუსტად მაგაზეც მუშაობთ. და გადავიბარეთ და აუცილებლად მოგვიწევს რომ ამ საკითხს შევეხოთ და ამ საკითხის უფრო სიღრმისეული გამოძიებაც ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს. იქიდან გამომდინარე რომ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს ეძახიან და სრულიად განსხვავებული ბრალდებებით არის ბევრი რაღაცით რაღაცა იქ ფულის შეჭმა და ჰალსტუხები და სასტუმროების ქირაობა და გართობა და რაღაცა ჩემი აზრით ესეც რაღაც ბუტაფორია რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა. მით უმეტეს სულ ახალი ამბავია, 5-ში თუ 6-ში დაასრულა ხო კომისია რომ შექმნეს ნაცების დანაშაულების ამბებზე და რა ვიცი მე ვერ ვხედავ საერთოდ რა დასკვნა გამოიტანა ვინ დაადანაშაულა, რაში დაადანაშაულა, რომელი მიწნარდა ეგ ამბების აღარ ისმოდა. ხო და ზუსტად მაგას ვიძახი რა. ეს ყველაფერი არის აფიო რა, კიდევ ერთი აბსურდი, რომელსაც ნუ ოცნებამ უკვე მიგვაჩვია და რეალურად აღარც გვიკვირს. და რეალურად მაგიტომაც არის რომ ისე ჩაიარა ამ კომისიამაც რომ დასკვნასაც ხა ვინმე ითხოვდეს და დიდი ამბავი არ მოყოლია და არავის იმის რაღაცა ილუზიაც კი არ აქვს თუნდაც ქართული ოცნების მხარდამჭერს საკუთარ თავში შექმნილი რომ ამ კომისიაზე რაღაც ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული რაც რეალურად რაიმე შედეგს დადებს და რაიმე შედეგს გამოიტანს და რეალურად ეგრეც ხდება რა ვიცი ხა 13 წელია ხელისუფლებაში არიან 13 წელია საკუთარ ამორჩევალს პირდებიან რომ აი სისხლიანი რეჟიმის გამო აუცილებლად დაისჯება სააკაშვილი და დღემდე რაღაცა კომისია ჩაატარეს სადაც ერთადერთი სადამდეც მივიდნენ და ეს ომის ვეტერანებიც ყავდათ და გენერლებიც ყავდათ რამდენიმე მიწვეული ხო და ჩემი რაიონის ეხლანდელი გამგებელიც თუ წმუნებული არ ვიცი რა ისწახიან ისიც ყავდათ მიყვანილი და აი არ ზავხოზი და ანუ საბოლოო ჯამში ისეთი განცდა დამრჩა რომ ისევ და ისევ ამ 2008 წლის მოვლენების გამო ჩაატარეს ეს ყველაფერი რომ კიდე ერთხელ რაღაცა ირიბანის მინიმუმ ხო რა ხაზი გაესვათ იმაზე რომ აი 2008 წლის ომი და კობახიძეს სხვათა შორის პარლამენტშიც აქვს ნათქვამი სადაც იძახის რომ 2008 წლის ომი დაიწყო საქართველოს და თუ გნებავთ სააკაშვილმა ზუსტად ესე იძახის და საქართველოს თქმის დროს სხვათა შორის ენა დაება იქ ანუ რამდენად არ უნდოდასაც ვერ ვიწყო მაგრამ ვერ ბედავდა რაღაც მომენტში რომ საქართველოს ეთქვა და მე მაინც სააკაშვილიც მოაყოლა ჩემი აზრია ეს და ეხა უკვე 18 წლიდან 25 წლამდე რა ვიცი რა შეიცვალა მაგის გონებაში რადიკალურად შეცვალა ხო ის ნარატივი რასაც თავიდან ამბობდა და პირდაპირ ამბობდა რომ რუსეთმა დაიწყო და რა ვიცი ამ 7 წელში ანამ კომისიის დროს რა გამოიძიეს ისეთი რითიც მივიდა იმ დასკვნამდე რომ თურმე ჩვენ ტერიტორიაზე ჩვენ თვითონ დავიწყეთ ომი და საბოლოოდ შეიძლება ისიც თქვან რომ ეს ტერიტორიები მანამდე პირიქით ჩვენ ქონდა ოკუპირებული და რუსეთია რეალურად მაგასაც არ გამოვრიცხავ არ ვიცი, ვიღაცამ კომენტარში დამიწერა, რომ სახედავ რუსებსო და პირდაპირ დაუწერა, მეთქი იქნებ თქვენ თუ ვერ ხედავთ, იქნებ ჩემს სოფელში რამენაირად ჩამიყვანოთ თქვენ. ხო, ანუ არ ვიცი, სიგიჟეა რა, პირდაპირ ვამბობ, კიდევ ერთხელ ყველაზე მეტად მიგვირს ის, რომ აი ჩვენი მშობლების თაობის რაღაც ნაწილი რო კიდევ ერთხელ იმაზე უსვამს ხაზს, რომ ჩვენმა თაობამ რატო არ ვიომეთ როცა არასრულწლოვნები ვიყავით სკოლაში ვსწავლობდით მაგ პერიოდში და თვითონ რო ეკითხები რომ შე რა გაგიკეთები აი ამ 10 წლეულების მანძილზე როცა რუსეთი სისტემატიურად ახდენს შენს ოკუპაციას ხო პასუხი არ აქვთ არანაირი პასუხი არ აქვთ და ამავე დროს ესენი არიან ის ადამიანები აი ანუ ის თაობა რომლებმაც ანუ 8 აპრილს რა ვიცი ტანკებსაც კი არ შეუშინდნენ ხო რეალურად ესა 9 აპრილს ბოდიში ტანკებსაც კი არ შეუშინდნენ რეალურად და არ ვიცი რა ვიცი ხა აი ეგეთი და მე რაღაცა კი ერთმანეთში დაპირისპირების უქონდა და ჩვენი თაობის კიდევ ერთ უპირატესობას იმას ვამბობ ხოლმე რომ რაღაცა იარაღს არ ვიღებთ ხელში და ერთმანეთს არ დავერიეთ და რაღაცა ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ გრევისკენ არ წავიყვანეთ
უარეს ექსპონატებს ვიცნობ, აფხაზეთში უომია და რუსეთი უყვარს ხო და და უნდა. აი არ ვიცი რა, აი ხანდახან უბრალოდ ჩემთვის წარმოუდგენელია და ვერანაირ ახსნას ვერ უძებნე, აი ამ ადამიანების გონებაში, აი ამ ადამიანების გონებაში რა ხდება, საერთოდ ვერ ვიგებ რა, ანუ თაობა რომელმაც პირდაპირ გამოიარა ეს რუსის ჩექმა და ტანკი და ტყვია და არაფერი არ დაიშურა რუსეთმა, ხო? ძალადობრივი ქმედება ჩვენი რაღაც მშობლების თაობების წინააღმდეგ. დღეს არ ვიცი, ჩვენ გვადანაშაულებენ და ჩვენგან მოელიან იმაზე პასუხს 2008 წელს რატო არ ვიომეთ. სკოლის მოსწავლეებმა რაღაც იარაღი რატო არ ავიღეთ ხელში და თან ამ დროს არიან ისეთი პარტიის მხარდამჭერები, რომელიც იძახის, რომ ვინც იომა და დაიღუპა, რაღაცა სააკაშვილის თუ რაღაცა მაშინდელი რაღაცა სისტემის პიარს შეიწია. ხო, ანუ თვითონ არიან შესული. და კობახიძემ ხო ბოლო განცხადება რო გააკეთეს სხვათა შორის, საკუთარ თავსაც უკვე ეწინააღმდეგება რა, არა ომი დაიწყო სააკაშვილმა და რო კითხეს მერე რომ ანუ ჯარისკაცებზე რო გაუსვეს კითხვა, არა, არის ჯარისკაცები საკუთარი სამშობლოსთვის იბრძოდნენ. ხო, ნუ აი ხო, სიგიჟე არის რა და აი ეს ადამიანები რო უსმენენ მაგ ყველაფერს, ანუ რა განცდა უჩნდებათ რა და კითხვა მაინც არ უჩნდებათ საკუთარ თავთან თუ რომ ეს თუ ესია, ეს ესე რანაირად გამოდის, ანუ აი კითხვას როგორ გავხსნით? ხო, მებრძოლების ჯერ პირველ რიგში ამას გავუსხო, რომ მებრძოლების მაგივრად ვიტყვი ამ საშუალებით, რომ იცი რა არის პირველი რაც ვახსენე, რომ არიან აფხაზეთ გამოვლილი ადამიანები, აგვისტო გამოვლილი ადამიანები, რომლებსაც უნდათ რუსეთი აქ პირდაპირ და ეს არ არის რაღაც იმის გამო, რაღაც პარტიის გამო, მათ მართლა უნდათ ეს საერთოდ სხვა ფენომენი არის და სხვანაირად უნდა აუხსნათ ეს. მეორე, ვისაც აქვს პასუხი მაგ კითხვაზე, რომ შენ რას აკეთებდიო, ის მაგ კითხვას არ სვამს. ის არასდროს არ გეტყვის, რომ შენ რატოა რომ მოვდიო და მე ნამდვილად ვიცი მებრძოლების მონაყოლიდან, რომ ისინი არ იბრძოდნენ არც სააკაშვილისთვის, არც პირობითად მერაბიშვილის, ისინი მიდიოდნენ თავიანთი სამშობლოსთვის და მეც მაქვს პირადად ანალოგიური დამოკიდებულება, ვისაც უნდა ეწყოს, ვისაც უნდა არა. სამხედრო სამსახურზე მე გარკვეულწილად ვარ თანახმა და ჩემს სამშობლოს რო დასჭირდეს, ვინც არ უნდა იყოს სათავეში, მე არასდროს არ დამაინტერესებს რა არის, იმიტომ რომ მე ჩემი პირველ რიგში მოვალეობა უნდა მოვიხადო, ეს არის ჩემი სრული, ეს არის ჩემი პატრიოტიზმი, რაც შეეხება სააკაშვილს, პასუხი არის ცალსახა. რო გადავდოთ გვერდ ყველა ასპექტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არის და აუხსნი რატო? რატო არის? იმიტომ რომ პოლიტპატიმარი არის პიროვნება, რომელიც არის დაკავებული პოლიტიკური мотивაციით, რომელსაც გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური გავლენა და ხელისუფლებას ეშინია მისი. ამ პოლიტიკური გავლენის გამო ეხლა შეიძლება არა, მაგრამ როცა ჩამოვიდა, მაშინ ქონდა რაღაც შანსები ბჭყალებში, ხო? ყოველ შემთხვევაში აჯერებდნენ რომ ქონდა და მოდით ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრი მომხრე წავს. ჩვენ თაობაში თუ არა, უფროს თაობაში მაინც და რაღაც შანსები ქონდა. ეხლა ეგ ადამიანი რო არ დაეჭერა, შეიძლება არჩევნებში მიიღო მონაწილეობა სრულიად ახალი პარტიის შეიძლებოდა ნაცმოძრაობის სათავეში გვენახა, მაგრამ მთავარი რა არის აქ? ანუ ის არ არის გასამართლებული რეალურად იმის გამო, რის გამოც არის გასასამართლებელი. ანუ ამიტომ არის პოლიტპატიმარი, თორე მე თუ ნახავს სააკაშვილს, ანუ მართლა თუ დაუმტკიცეს რამე და მართლა თუ გვანახეს რომ მართლა არის დამშრომი, მაშინ პოლიტპატიმარი აღარ იქნება. აი ზუსტად მაგითო გითხარი, მაშინ იქნება უბრალოდ ექს-პრეზიდენტი, რომელიც ექს-პრეზიდენტი, მესამე პრეზიდენტი, რომელიც კონკრეტული დანაშაულების გამო ზის ციხეში. კი, მაგითო ვთქვი, რომ ჩვენს თაობას მოუწევს მაგ ყველაფრის გამოდიება. კი, ეგ მნიშვნელოვანია, რომ ანუ ისინიც კი ვინც რა თამამს რომ პოლიტპატიმარი, ანუ არ ნიშნავს რომ უდანაშაულოა რა. ანუ ჩვენ პოზიცია რომ თუ რაღაცა ხდება ხსენება პოლიტპატიმრებთან ერთადერთი მიზეზი ის არის რომ ჩვენ არ ვენდობით იმ სასამართლოს და ანუ მიხეილ სააკაშვილი კი არ იმსახურებს რაღაც კარგ სასამართლოს და სამართლიანსაც ჩვენ ვიმსახურებთ იმას რომ თუნდაც ის რომ გასამართლება და თუ დამტკიცდება ის რაღაცა და რის გამოც მიეჯება თუნდაც სათქმელი არ ქონდეს რომ მურუსიძის სასამართლომ გასამართლა და ობიექტურად გასამართლებული იყოს და ჩვენ ვიცოდეთ ის რომ რეალურად მოხდა გამოძიება და რეალურად მოხდა საჯელის მისჯა. ეხა ხო ნამდვილად ვიცით რომ სულ აბსოლუტურად სუფთა ყოფილიყო სააკაშვილი ნებისმიერ შემთხვევაში მიუჯიდნენ და ანუ მაგათი მოტივი კი არ არის სამართლიანობის აღდგენა, არამედ მისი ციხეში ყოფნა და ანუ ამაში იგულისხმება და ისევ და ისევ იმას არ ნიშნავს რომ იმ დანაშაულებში რაც ფაქტია და ყველა აღიარებს თვითონ ნაციონალურ მოძრაობის მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლებს რომ არსებობდა იმის ხმა რომ მას ამის წვლილი არ მიუძღვის და სამართლიანი გამოძიების გარეშე ვერ გვეცოდინება ვერც ერთ შემთხვევაში და ხო იმედია მივალთ მაგამდე, როდესაც ნორმალური სასამართლო გექნება, ნორმალური პროკურატურა იქნება და ამ კითხვებს რაც იყო რეალურად მოხდება ამის გამოძიება და ობიექტური სასამართლოს მიერ შეფასდება. ხო, ეს იყო მე მგონი პრინციპში აგვისტოს ასე ვთქვათ ცხელ დღეების ძირითადი თემები. მადლობა მეგობრებო, მადლობა მაყურებელს. მოიწონეთ ჩვენი გვერდი, გაუზიარეთ ვიდეოები მეგობრებსაც და დროებით.